მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, თქვენ უყურებთ პოდკასტს რთული შემთხვევა ირინე ტორანჯაძის YouTube არხზე. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჯეოლაბს მათი სივრცის დათმობისთვის. მე ნიკა კალანდაძე ვარ და დღევანდელი ჩემი სტუმარია ალექსანდრე ჯორჯიკია. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. როგორ ხართ? მადლობა მოწვევისთვის. კარგად. თავად? კარგად, მადლობა. როგორ მიდის ცხოვრება? მშვიდად. როგორ ახერხებთ აი იმ მშვიდას, როგორ ინარჩუნებთ, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მშვიდად არ მიდის. ხო, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტექნიკა და ერთ-ერთი ტექნიკა არის ის, რასაც მე ვფლობ და ვასწავლე და ეს არის ტრანსცენდენტური მედიტაცია, რომელიც ძალიან ამარტივებს სიმშვიდის მდგომარეობის მიღწევას და მის შენარჩუნებას მე უკვე ყოველდღიურობაში. რას ნიშნავს უფრო ზუსტად რომ ჩავშალოთ ტრანსცენდენტალური მედიტაცია? ჯერ თქვა რა არის მედიტაცია. მედიტაცია სიტყვით რო ავხსნათ, ეს არის სანსკრიტული სიტყვა და ნიშნავს აზროვნების პროცესს. ხოლო ტრანსცენდენტული მედიტაცია ნიშნავს აი აზროვნების პროცესის მიღმა მდგომარეობას, იმიტომ რომ ჩვენ ტვინს რაღაცა სტრუქტურები გააჩნია, პირობითად რო დავყოთ და ჩვენი ტვინი კიდევ ისე არის მოწყობილი, რომ 24 საათის განმავლობაში მუდმივად მუშაობს. სულ რაღაცას აკეთებს. ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვისვენებთ, ვსეირნოთ, სწავლობთ თუ რაც არ უნდა იყოს, ჩვენი გონება მუდმივად აქტიური არის. ეს აქტიურობა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად ფიზიკური ენერგია იხარჯება აქ. ამიტომ არსებობს ტექნიკები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია რომ გონება დავამშვიდოთ, თუნდაც რაღაცა პერიოდულად და როცა ამას ხშირად ვაკეთებთ და სისტემატურ სახეს ვაძლევთ, ამით ჩვენი გონება სარგებელს იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს საშუალება რომ 24 საათის განმავლობაში როცა სულ დატვირთულია და გადატვირთულია აი ამ დროს დაისვენოს, დასვენება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ენერგიას იღებს, უფრო მეტი ენერგია კიდე ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად პროდუქტიულია. უფრო მეტი რესურსი გაქვს. ხო. და ეს რაც უფრო მეტი ენერგია გაქვს, ლოგიკურიც არის, რომ უფრო მეტად პროდუქტიული ხარ, უფრო მეტად შეგიძლია შენი მიზნებს მიაღწიო, რაღაცა ცხოვრებაში, რაღაცა აკეთო, თუნდაც ის რომ რაღაცის სურვილი გქონდეს, ამ სურვილსაც ენერგია ჭირდება რაღაც დონეზე. და ენერგია თუ არ გაქვს, სურვილებიც არ არის, მე იქ სიზარმაცე შემოდის და ხშირ შემთხვევაში გვიჭირს ხოლმე ჩვენი ცხოვრების მოწესრიგება, ასე რომ ვთქვათ, ყოველდღიურად. აი ყველაზე ცუდი რა შეიძლება გამოიწვიოს ტრანსცენდენტალური მედიტაციის გარეშე ცხოვრებამ? მოდი ესეთ რაღაცა ვთქვათ, რომ ტრანსცენდენტული მედიტაცია არ არის აპრიორი, რომ აი ვიმედიტიროთ და всё ყველაფერი დაალაგდება და всё რახან მედიტაციას დავიწყებთ. ხო, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არ არის. ეს არის ერთ-ერთი სკილი ცხოვრებაში რა, ანუ რაღაცა სკილებს ხო ვსწავლობთ, რაღაცები გვეხმარება ხო, ყველას ჩვენი რაღაცა ინდივიდუალური პოტენციალი გვაქვს და რაღაც თავს ვავლენთ. ტრანსცენდენტული მედიტაცია არის მეთოდი და ტექნიკა, რომლითაც ჩვენ სკილებს უფრო მეტად ვბუსტავთ, თუ შეიძლება ეგრე ვთქვათ რა, იმიტომ რომ წეგან რაზეც ვსაუბრობთ, ის რომ გავაგრძელოთ აი ენერგია მეტი, შემოქმედებითი აზროვნება მეტი და ამ ყველაფერს ჩვენ უბრალოდ ყოველდღიურად დღეში ორჯერ ვავარჯიშებთ. აი წარმოვიდგინე, რომ სადღაც დარბაზში დადიოდე და ვარჯიშობდე. ფიზიკურად ხო ვარჯიშობ, კუნთს რაღაც დონეზე ვარჯიში ჭირდება. დაახლოებით ეგრე არის ჩვენი ტვინიც. ჩვენი ტვინიც კუნთი არის, ოღონდ არა ისეთი როგორც დანარჩენი ქსოვილი. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. თვისებები აქვს მსგავსი. შესაბამისად, როგორც სხეულს უნდა დასვენება, მაგალითად, რომ წავალთ ვარჯიშებთ ან რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ სხეულს დასვენება უნდა ჩვენ ტვინსაც ეგრე დასვენება ჭირდება და ეს დასვენება არის თან ძალიან ღრმა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ სადღაც გაქრე და გაითიშე და გონება გათიშე. ეს უნდა მეკითხა ზუსტად. ანუ იცით რა მაინტერესებს? ბოდიშით რო გაწყვეტინებთ. აი ძილთან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვა, ძილში არ ისვენებს ტვინი, ესე გამოდის, მაინც მუშაობს, მაინც ფიქრობს, ხო? ამის მაგალითები მაქვს, რომ რა ვიცი, ყოფილა შემთხვევები, როცა რთული დღე მაქვს, შეიძლება ძილში გამეღვიძოს 3000 ჯერ, იმიტომ რომ პირობითად დამესიზმროს ის, რაზეც ვნერვიულობ ღელავ იმ მომენტში. ხო, ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა გავუმკლავდე ამას მაგ იარაღით. ძალიან კაი კითხვაა. მაშინ ცოტა შორიდან დავიწყოთ. თავში ჩვენ რო ფიქრი მოგდის, ეგ ფიქრი დამოკიდებული არის ნევრული სისტემის მდგომარეობაზე, ანუ ფიზიკურ სხეულზე, ფიზიკური სხეული რა მდგომარეობაში არის. აი ალბათ დაკვირვებული ხარ შენც, რომ რაღაცა პერიოდი, როდესაც შეიძლება სტრესული იყოს, ან გადაღლილი იყოს, ან რაღაც გამოცდების პერიოდი იყოს, პირობითად ან რაღაცა ხდებოდა სტრესული შენ ცხოვრებაში. ამ მომენტში ნეგატიური ფიქრების რაოდენობაც იზრდება, ნაკადიც მატულობს და მისი ხარისხიც უარესდება. პირობითად რო ვთქვათ, უფრო რთული, უფრო სიზმრებით შეიძლება ცოტა არეული იყოს, ფიქრებით შეიძლება არეული იყოს და ამის მიზეზი არის ფიზიკური. ფიზიკურ სხეულში ფიზიკურად რაღაცა პრობლემა არის, პირობითად პრობლემა და მე ეს აისახება როგორც გონებრივი მოქმედება და შესაბამისად არის ნეგატიური ფიქრები. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის ფიზიკური სხეული. შესაბამისად ფიზიკურ სხეულის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად თავში რაც მოგდის, აი ეს განწყობები ხო იცვლება სულ, ხო ხან ერთ ხასიათზე ხარ, ხან მეორე ხან განწყობა. ეს განწყობა და ეს ხასიათი 100% არის დამოკიდებული ჩვენ ნევრული სისტემის მდგომარეობაზე.
მუშაობაზე, აი რა მდგომარეობაში არის ჩვენი ნერვული სისტემა. თუ მაგალითად დატვირთულია, გადასტრესილია, დაღლილი არის, შესაბამისად მის გონებრივი ფუნქციონირებაც ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს სიმშვიდის მდგომარეობაში, ანუ არც ისეთი რესურსული არ არის. და პრობლემა ის არის, რომ დღის განმავლობაში ამ სტრესებს ისე ვაგროვებთ, რომ ბიოლოგიურად მისგან განთავისუფლების საშუალება, რაც არის ღრმა ძილი, ვეღარ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც მაგალითად ჩვენ წინაპრებისთვის მუშაობდა. ეხლა ეს რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს ჩვენი სხეული არის ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც რაღაცა თავისი ალგორითმით მუშაობს და ამ ალგორითმს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ეს თავისთავად ხდება. არის რაღაც 1000 ფუნქცია, რომელიც ჩვენ არც კი ვიცით რომ არსებობს, მაგრამ თავისთავად ხდება ეს პროცესი. და პროცესი ის არის, რომ როდესაც გარე სამყაროდან რაღაცა ხდება, ჩვენში შემოდის, რა შეიძლება იყოს რაღაცა სანერვიულო, მაგალითად ან რაღაცა გამოცდების პერიოდი, ან შეყვარებული, ან რაღაცა სამსახურში რაღაცა პრობლემა, ან რაღაცა იდეა გაქვს და ამ იდეას ვერ ახორციელებ. ეს პროცესი შენთვის რაღაცა დოზით სტრესულია, ხო? აი გონება ფიქრობს, ცდილობ რაღაც გააკეთო. ეს იმას ნიშნავს, რომ გინდა არ გინდა ამ დროს დაძაბულია ნერვული სისტემა, დაჭიმულია ნერვული სისტემა და ამ დროს სტრესს აგროვებს. და ანუ ლოგიკური არის, რომ ეს სტრესი რაღაცამ რომ მოგცა და რაღაცაზე რომ ინერვიული ან რაღაცა პრობლემა რომ შეხვდა, მე ეს სტრესი სხეულმა უნდა თავისით უნდა მოაგვაროს. და ამას აკეთებს ღრმა ძილის დროს. ეს გასაგებია. ბუნებრივად ხდება. და აი დღე რომ ვიღლებით, ვისტრესებით, ღამე ვიძინებ და ღრმა ძილს აქვს საშუალება, რომ ეს მეტაბოლიზმი შემცირდეს ამ დროს, ჩვენი სხეული დაისვენებს, უფრო ღრმა ფაზაში გადავა დასვენების და ეს დასვენების ფაზა ეს არ არის უბრალოდ დასვენების ფაზა. ამ დროს იწყება სხეულის რეგენერაცია. და ეს ძალიან ბუნებრივი და ოკეი, ნორმალურია, მაგრამ რთული ის არის, რომ თანამედროვე სამყარო სამწუხაროდ ძალიან სტრესული არის. და იმდენი სტრესის რაოდენობა არის დღის განმავლობაში, რომ ღამის აი ეს ძილის სისტემა აღარ ყოფნის სხეულს იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დაგროვებული სტრესებისგან განთავისუფლდეს. აი ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს და ხანგრძლივ პერიოდში, როდესაც სტრესი დღის განმავლობაში გროვდება და სხეულს არ აქვს ბიოლოგიურად საშუალება, რომ ღამის ძილის დროს განთავისუფლდეს, აი რაც არის მისი დრო. ეს რო გააკეთოს, მე უწევს ამის გაკეთება 24 საათის განმავლობაში. იმიტომ რომ ჭარბი რაოდენობით სტრესი დაგროვდა და სხეულმა დაიწყო რა ფორმით შეიძლება ამაზე რეაქცია ქონდეს? ანუ აი იცით რა მაინტერესებს? ძალიან საინტერესო ბმა ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობას და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის, ხო? ანუ შეიძლება მე მაქვს ესეთი რაღაც, რომ ძალიან რომ ნერვიულობ ჭინჭრის ციება მაგალითად, ხო, ეს ალერგიული რეაქცია. აი აქ რა კავშირია? ძალიან საინტერესოა. ძალიან კაი კითხვა და კავშირი ის არის, რომ რეალურად 100%-იანი კავშირია. აი ამაში ბევრი ფილოსოფიაც არ გვჭირდება და ძალიან ბევრი დასკვნებიც. აი ელემენტარულად ხო, შეიძლება საღამოს მეგობრებთან ერთად დავლიოთ, გავერთოთ, ვიცეკოთ, კაი დრო ვატაროთ, ვიმხიარულოთ, მაგრამ დილით რო გავიღვიძებთ, შეიძლება მთლად კარგად ვერ ვიგრძნოთ თავი, იმიტომ რომ ის სუბსტანცია, რამაც წინაღამეს კაი დრო გვატარებენ და შეიძლება მეორე დღეს ჩვენი სხეულისთვის მთლად კაი ამბავი არ იყოს, და ეგრეთ წოდებულ ნაბახუსებს და თავი გტკიოდეს, რაღაცა სხეული გაწუხებდეს. თუ დაფიქრებულ ხარ და დაკვირვებულ ხარ მაგ დროს, როდესაც სხეულს რაღაცა უჭირს, აი პირობითად დილით გაიღვიძე და პახმელიაზე ხარ. მაგ დროს უბრალოდ თავში კარგი ფიქრები არ მოგივა. ანუ განწყობაც შესაბამისი არის, იმიტომ რომ ფიზიკურ სხეულს უჭირს იმ მომენტში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს და აი ფიზიკურ სხეულში რაც ხდება, ის აისახება ჩვენ გონებაზე. სორო ჯამბაზები, მეგობრები, რავი, კაი ახალხი რომ მოგიყვანონ, ანეკდოტები მოგიყვანონ, ვერც კი გაიღიმებ, იმიტომ რომ მომენტში შენ სხეულში სხვა რაღაც პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად ეს აისახება გონებაზეც. მაგრამ ეხლა დაფიქრდი, ან გაიხსენე, საზოგადოებრივ რო ყოფილხარ დასასვენებლად, ან სადღაც რო წასულხარ, ან თუნდაც შეიძლება სოფელში ჩახვიდე და გამოიძინო კარგად და სულ თაღერზე დილით გაიღვიძე, დასვენებული ხარ და ენერგიაც ხომ და ამ დროს თუ დააკვირდები, გონებაც უფრო მეტად შვიდი არის. კი, ნამდვილად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გონება 100%-ით რეაგირებს ჩვენ სხეულის მდგომარეობაზე. ეხლა ისევ წინა საუბრს დავუბრუნდეთ. როდესაც სხეული გადატვირთულია აი ამდენი აი პერიოდულად, როცა რაღაცა პრობლემა ხდება ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც რომ რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს. სტრესი ყველაფერი არის, ანუ ყოველდღიური თუნდაც ტასკები რაც გვაქვს შესასრულებელი, ვანდებულები. ხო, სტრესი არის ყველაფერი და ეს სტრესი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პირდაპირ გაგებით რამე სასწაული სტრესული არ ხდებოდეს, მაგრამ ისეთი გარემო არის, ხო, ან რაღაცა გარეთ გამოდიხარ, რაღაცა დაძაბული სიტუაცია, მეგობრ შეხვდები, შეიძლება ისიც ცუდად გრძნობდეს თავს და ეს გადამდებია თან, რა თან კიდევ უარესი არის, ეს გროვდება და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ეხლა ლოგიკურია, რომ მივახმაროთ იქ სხეულს და დავეხმაროთ იქ, სადაც უჭირს. და ამ სქემაში უჭირს ღამეს ძილი, იმიტომ რომ როგორც ჩვენ აღნიშნე, ამ მომენტში ძილიც ფუჭდება. ანუ
გამოჩნდება რას ნიშნავს? ანუ როცა ნერვული სისტემა დაძაბული არის, ეს ვლინდება დღის განმავლობაში როგორც ნეგატიური ფიქრები, შიშები, რაღაცა ის სადღაც რო ზიხარ და ბოდიში ამ სიტყვისთვის და რა გონგაობ ხოლმე, წაგიღებს ფიქრები და რა სადღაც რო ხარ და მე რო ცოტა აღმოჩნდები რომ უი თურმე ამდენი ხანი რაღაც საერთოდ სიცოცხლეებს ფიქრობდი ხო? ეს ინტენსიური პროცესი დღის განმავლობაში და უფრო ნეგატიური ხასიათის ფიქრები. და ღამე ეს როგორც უძილო ღამეები, უფლიანობა ვერ ჩაძინება, მე ხშირად გაღვიძება, იმიტომ რომ დარღვეული არის ბიოლოგიური ფუნქცია სხეულის. და ეხლა აქ შემოდის ზუსტად meditაცია და რაში გვეხმარება meditაცია. meditაცია არის იმდენად მარტივი და იმდენად სასიამოვნო პროცესი, ძალიან ესეთი მარტივი ტექნიკა არის, რაც ასე შეეხება ტრანსცენდენტულ meditაციას. ტექნიკა იმას ნიშნავს, რომ გვეხმარება ისეთ რაღაცაში, რაც ჩვენთვის რთულია. ხო? მაგალითად, აი რავი, ადამიანმა ტექნიკები მოიგონეთ, იმიტომ რომ გავიადვილოთ ცხოვრება, ხო? რაღაცა ტრაქტორი მოიგონეთ, იმიტომ რომ დავიღალეთ ხელით, ხო? რაღაც მანქანა მოიგონეთ, იმიტომ რომ დავიღალეთ ხელით რეცხვით და რაღაცა გვეხმარება რაღაცაში. დაახლოებით აი მაგ დონეზე რო წარმოვიდგინოთ, ესეთი ტექნიკა არის, რომელიც გვეხმარება ძალიან რთულ რაღაცაში და ეს არის ენერგიის აღდგენა. და არის საინტერესო და გამორჩეული იმით ტრანსცენდენტული meditაცია, რომ არის მეცნიერულად ახსნადი. ანუ ეს არის ერთადერთი meditაციური ტექნიკა, რომელზეც ძალიან საინტერესო პირველად გავიგე სხვათა შორის, მინდა გითხრათ. უამრავი მეცნიერული კვლევა არის ჩატარებული და ეს კვლევები აი მეცნიერულ ფაქტებით არის გამყარებული, რომ თუ როგორ რასასარგებლო გავლენა აქვს ამ ტექნიკას ჩვენ გონებაზე, სხეულზე და ანუ ეხლა რასაც ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფუჭი სიტყვები. ეს გამყარებული არის მეცნიერულად. და ესეთ რაღაცას ამბობენ მეცნიერები, რომ 20 წუთიანი ტრანსცენდენტული meditაცია ჩვენი სხეულისთვის ეს არის 4-5 საათიანი ღრმა ძილი. დღეში ორჯერ მედიტირებთ 20 წუთს და წარმოიდგინე ვიღებთ benefits, რაც უნდა გამოგვეძინა 8 საათი. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამე აღარ გვძინავს. ხო, ანუ ეს არ არის ფიზიკური ძილი, ხო. ხო, ეს არის ძილ-ღვიძლის ფაზა, არც ძილი არ არის და არც სიფხიზლის მდგომარეობა არ არის. ეს არის განსხვავებული ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც განსხვავდება ღრმა ძილისაგან, რომელიც განსხვავდება სიზმრებისაგან და რომელიც განსხვავდება სიფხიზლისაგან. ანუ იმ ცნობიერების მდგომარეობიდან, რომელიც ახლა მე და შენ ვიმყოფებით. ეს არის კიდე მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, რომლის მიღწევა შესაძლებელი არის. და ეს არის მდგომარეობა, როგორც მეცნიერები ხსნიან, როდესაც ადამიანს აქვს უნარი, როგორც გარე, ასევე შიდა სამყაროს ერთდროულად აღიქვავდეს. ჩვენ ენაზე რო ვთქვა, ძილ-ღვიძლის მდგომარეობა. გასაგები. ხო, და აი ეს ძილ-ღვიძლის მდგომარეობა იმდენად სასარგებლო არის ჩვენი გონებისთვის და ჩვენი სხეულისთვის, თუ რამენაირად შევძელით და ხელოვნურად გავახანგრძლივოთ ეს პროცესი, ამით მივიღებთ ძალიან ბევრ benefits. და benefit-ი რა არის? ერთი რო გონება ისვენებს და შვიდდება და იმის ფონზე რო 24 საათის განმავლობაში მუდმივად დატვირთულია, თუნდაც რამდენიმე წამი ამ სიმშვიდეში გატარებული, მისთვის ძალიან დიდი რესურსია. ეს რესურსი იმას ნიშნავს, რომ მე უფრო მეტად პროდუქტიულია და თან მნიშვნელოვანი ის არის პარალელურად მიმდინარეობს ძალიან ღრმა მოდუნების მდგომარეობა და აი აქ აქტიურდება უკვე ჩვენი სხეულის რეგენერაცია. ჩვენ სხეულს ხო გააჩნია თვისება, რომ თავად აღიდგინოს ენერგია, ხო? მაგალითად ეხლა რაც არ უნდა დავიღალოთ ჩვენ ან სადაც არ უნდა ვიყოთ თუნდაც ყველა კუნთი. აუცილებლად აღვადგენთ ამ ენერგიას კი. და ამისთვის რამეს ვაკეთებთ? არაფერს. არაფერს ვიძინებთ. ხო, აი ეგ არის. მაგრამ აი ეს ძილიც ვერ არის მთლად ისეთი, როგორც უნდა იყოს, მაგრამ აი ეს meditatsiით ჩვენ შეგვიძლია ეს ჩავანაცვლოთ. ისეთი ღრმა მოდუნების ბოდიში, ისეთ ღრმა მოდუნების მდგომარეობაში გადადის სხეული, რა დროსაც იწყება ძალიან ღრმა რეგენერაცია. ანუ არა მარტო დღის დაღლილობის მოშორება ხდება, არამედ ძალიან ღრმა ტრამვებზე მუშაობაც მიმდინარეობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხეულის ფუნქცია არის ეს. სხეულის ფუნქცია არის, რომ განთავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც მას არ ეკუთვნის. სტრესი ჩვენ არ გვეკუთვნის, ამიტომ თუ სხეულს მიცემ ნორმალურ გარემოს და საშუალებას, რომ მოახერხოს მისი საქმე, რომ სწორად გააკეთოს, ის თავად მოახერხებს ამ სტრესებისგან განთავისუფლებას. ძალიან მაინტერესებს როგორ ხდა, აი პირველ რიგში ყველა ადამიანს შეუძლია ხო ამის გაკეთება და ამაში ეხმარებით თქვენ ადამიანებს. ხო, meditაცია შეუძლია აბსოლუტურად ყველა ადამიანს. ამისთვის ფიზიკურად არის ორი რამ საჭირო. ერთი უნდა გქონდეს ხერხემალი და მეორე თავში უნდა გქონდეს ტვინი. თუ ტვინი და ხერხემალი გაქვს, ყველა ვარიანტში შეგიძლია ტრანსცენდირება. ანუ ძალიან მარტივი მეთოდია, ძალიან. როგორ ხდება კერძოდ რა პროცესია, რა გარემოა ამისთვის საჭირო? ამ meditatsiას გარემო არ ჭირდება. ანუ იმდენად მარტივი ტექნიკა არის, რომ ყველგან შეგიძლია იმედიტირო და ყველგან შეგიძლია შეასრულო. ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ სადღაც კომფორტულად დაჯდე და დახუჭო თვალები. всё, მეტი არაფერი. იმდენად მარტივია, რომ აი პარკში, სახლში, სამსახურში, თვითვრინავში, ყველგან შეიძლება. ნავში, სადაც შენ გინდა რა კომფორტულად შეგიძლია დაჯდე, ყველგან შეგიძლია იმედიტირო. ამას არც წინაპირობა ჭირდება, არც მზაობა ჭირდება, არც ცოდნა არ ჭირდება და არც არანაირი განვითარება არ ჭირდება, რომ აი რაღაც დონეზე უნდა განვითარდე და მე მედიტაცია დავიწყო. ეგეც რაღაცნაირი
არც თუ ისე ჯანსაღი მოსაზრება არის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იმდენად მარტივი ტექნიკაა, წარმოიდგინე 4 წლის ასაკიდან ისწავლება. ახლა წარმოიდგინე 4 წლის ბავშვი, რომელიც სკოლაშიც არ მისულა, ძალიან მარტივად შეუძლია, რომ თუ სწორად გამოიყენებს ტექნიკას, ტრანსცენდირდეს. ანუ იგივე ეფექტი მიიღოს, რაც მაგალითად 80 წლის პროფესორმა იგივე ტექნიკის გამოყენებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მენტალური განვითარება აქ არაფერ შუაში არ არის. კი, თან თავისუფლად შეიძლება ფიზიკური განვითარება, ხო, ყველას შეუძლია იმედით, რომ არა აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ, ქალი ხარ, დიდი ხარ, პატარა ხარ, განვითარებული ხარ, განუვითარებელი ხარ, ფიზიკური დასვენება და ნერვული სისტემის ეს რეგენერაცია ყველას ჭირდება და ყველასთვის სასარგებლოა. გასაგებია. ხო, თავში დაგიშვით ესეთი კითხვა, რომ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა თქვა სხეული ვერ ახერხებს ვერც ძილით გადამუშავებას ამ სტრესის და ვერ გამოდის ამ სტრესისგან და თქვა ფიზიკურადაც უკვე ცუდად ვართ, იმიტომ რომ მე მაქვს ესეთი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაღაცა ჩვეულებრივი უწყინარი ვირუსით დაწყებული სიცხები დღემდე არ დამთავრებულა, დღემდე მიწევს სწავლების დალევა. და ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად ფსიქოსომატური. აი, რამდენად არის ამ სიტყვასთან კავშირში და რა ხდება ამ შემთხვევაში, მე თუ ამას ყურადღება არ მივაქცე, რა შეიძლება ველოდო? ხო, ფსიქოსომატური არის ყველა ჩვენი დაავადება. თითქმის ყველა, ну რაც არის დამტკიცებული. ამაში ძალიან ბევრი მეცნიერი შეგეწინააღმდეგებათ ესე მგონია. ხო, მაგრამ თვითონ თავად მეცნიერების შეთანხმდა, რომ 80% არის დაახლოებით. მე ასევე მგონია, მაგრამ ну ჯერჯერობით მეცნიერება რას დაახდება. მეც კეთახმებით სადღაც კი. ხო, რაღაც 80%-ამდე უკვე დამტკიცებულია, რომ არის ფსიქოსომატური. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს წეგან რო საუბრობთ, რომ სტრესები ჩვენ სხეულში გროვდება და არა აქვს სხეულს საშუალება რომ ამისგან განთავისუფლდეს, მე ხდება ფორს-მაჟორში ამის კეთება და ფორს-მაჟორი არის ძირითადად დაავადებები. დაავადებები, ფიზიკური დაავადებები ხდება. და არა მარტო ფიზიკური, ამას შეიძლება მენტალური გადატვირთვას და მენტალური დაავადებაც მოყვეს. მოკლედ, ისე რომ ვთქვა, აი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, როგორ ხდება სტრესი, გროვდება, ღამე სხეული ვეღარ ახერხებს მათგან განთავისუფლებას და ერთი ჩვენი დილასაც ვიღვიძებთ და იმის მაგრად რომ ვიყოთ დასვენებულები, ვართ დაღლილები. მქონია შემთხვევა და გაიღული თითქმის დაღლილი ხარ, ხო? რატო ხარ? თეორიულად ხო არ უნდა იყო დაღლილი, იმიტომ რომ თელი ღამე გეძინა, ხო? დაისვენე, მაგრამ მაინც დაღლილი ხარ. რეალურად დაღლილობის მიზეზი არის უკვე აი ძალიან ბევრი სტრესი სხეულში და იმის მაგრად რომ სხეულმა ღამე გამოიძინოს და დაისვენოს, უწევს აი ჭარბის სტრესების დამუშავების პროცესი. რომ გაუმკლავდეს ამას, რომ რამენაირად დაიბრუნოს ის ბიოლოგიური სიმშვიდის მდგომარეობა. და ამაში ძალიან დიდი ენერგია ეხარჯება და იმიტომ დილით რო იღუძებ თითქოს თელი ღამე გამუშავეს. ეს არის უკვე ქრონიკული დაღლილობა. ქრონიკული დაღლილობა თავის მხრივ არის ძალიან საშიში, იქიდან გამომდინარე, როგორც თქვით, შეიძლება ეს განვითარდეს მე როგორც ფიზიკური დაავადება, ან როგორც მენტალური დაავადება. შესაბამისად, როდესაც ვიწყებთ მედიტაციას, ან უვლით ჩვენ თავს და რამენაირად ვცდილობთ რომ ამ სტრესებისგან განთავისუფლდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ჩვენ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ანუ ის მიზეზი, რაც თავის დროზე სტრესი იყო, თავისივე ფესვში ლაგდება, სწორდება, ასე რომ ვთქვათ, სხეულში და აღარ არის მე აუცილებელი რომ ეს გამოვლინდეს როგორც ფიზიკური პათოლოგია. ხო, გასაგებია. შესაბამისად, მედიტაცია ერთის მხრივ რომ ვამბობთ, რომ გონებას ამშვიდებს და ამით ბევრი ბენეფიტს ვიღებთ, მეორე არის რომ სხეულზე მუშაობს ძალიან კარგად და სხეულზე მუშაობა ეს არის რომ რეგენერაციის პროცესით ამუშავებს ამ სტრესებს და რეალურად უფრო მეტად ჯანმრთელი არის, ხო? მიზეზი იმისა რომ დაავადდეს უფრო ნაკლები არის. კი ბატონო. მე მინდა გითხოთ ესეთი რაღაც. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს აწყდება აბსოლუტურად იგივე პრობლემას, რაც პირობითად მაქვს მეც, რაც ქრონიკული დაღლილობა და ძალიან ბევრი არ აღიარებს იმას, რომ ეს შეიძლება იყოს ფსიქოსომატური მათი დაავადებები, მათი დაღლილობა. და იწყებენ როგორ რაღაცას, იცით, აი მე და ირინასაც გვაქვს ხოლმე მაგაზე საუბარი, რომ რაღაცნაირად ღამე რო ვერ აი ხლა მივხვდი თქვენთან საუბრის დროს, რომ ღამე რო ვერ ვიძინებ, ეს თურმე იმის ბრალი კი არ არის, რომ ფიზიკურად არ ვიღლები, იმის ბრალია, რომ სტრესში ვარ და უბრალოდ ვერ ახერხებს ჩემი ორგანიზმი ამის გადამუშავებას. აი იმ ადამიანებს რას ეტყვით, ვინც მაგივრად იმისა, რომ იფიქრონ ამ კუთხით, ფიქრობენ იმაზე, რომ ფიზიკურად რომ ვერ იღლებიან, ამიტომ ჭირთეს და გადიან, დარბიან, იტანჯავენ თავს და ფიზიკურად იღლებიან. ირინა, გამარჯობა, შენც მოგიკითხავ. იმიტომ რომ შენც მგონია რომ ერთ-ერთი მათგანი ხარ ჩემთან ერთად. არ ვიტანჯები საერთოდ. ამას უხარი, ხო, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოწონთ ფიზიკური აქტიურობა. ფიზიკური აქტივობა ძალიან კარგია და სხეულში ძალიან მნიშვნელოვანია. აი რამდენად მავნეა ესეთ დროს ამის კითხვა მინდა და უფრო ზუსტად.
პირიქით ძალიან კარგია, იმიტომ რომ მაგ დროს სხეული რაღაცნაირად მაინც ცდილობს რომ იმუშავა, ანუ ცდილობს რა უფრო ეს რეგენერაციული პროცესი უფრო კარგად მიმდინარეობს და რა მხრივ არის კარგი. იმიტომ რომ ჩვენ ამ დროს კონტრასტებს ვაკეთებ და კონტრასტი რა არის? როცა მიდიხარ და ვარჯიშობ, მთელი ნერვული სისტემა ხო იძაბება, იტვირთება, ენერგია იხარჯება. მე სახში რომ მიდიხარ ისვენებ ხო, მე ეს სხეული ისვენებს შვიდდება, მე ისევ კონტრასტს აკეთებ, ისევ აქტიურებ, ისევ აი ეს კონტრასტები აძლევს სხეულს საშუალებას რომ სწორად იმუშაოს. თუმცა თავის მხრივ ეს კიდე დატვირთვაა სხეულისთვის და კიდე ახალი სტრესია. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრესით ვცდილობთ სტრესის განთავისუფლებას. კი, აი რამდენად სწორია. სწორია, იმიტომ რომ ერთ-ერთი საშუალება არის ამის გაკეთება. ანუ ამას არ იქნება ვთქვათ, მე რამე უკუშედეგები? უკუშედეგები თუ არ ივარჯიშებ, უარესი იქნება. ხო, ეგ მართლა. ხო, ვარჯიში ძალიან კარგი არის, მაგრამ ვარჯიშთან ერთად პარალელურად თუ მისცემ საშუალებას, რომ აი გონებაც ავარჯიშო, ეგ არის იდეალური. მე მაგალითად ვარჯიშთან ერთად მედიტაცია ძალიან კარგად კომბინირებს ერთმანეთთან, ძალიან კარგად და ძალიან ეფექტურად მუშაობს. ნამდვილად. და ოღონდ ნახე რა არის ვარჯიში კიდე კარგი ვარიანტია. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიძინებთ თუ რამე ალკოჰოლური სასმელი არ მივიღეთ. მაგალითად აი ძალიან ბევრი მეგობარი არის და დარწმუნებული შენი მეგობრებიც იქნებიან, რომ საღამოს ვერ იძინებენ თუ ლუდი არ დალიეს. უი, არ ვიცი, შორის არ მიკითხავს ჩემთვის. ზოგი ვერ იღვიძებს თუ ყავა არ დალია, ხო და ხო ეგ არ არის მთლად კაი ამბავი, ანუ დასაძინებლად და გასაღვიძებლად რაღაცა სუბსტანცია არ მოგჭირდება. ანუ რამდენად დეტალებშია გაუგნებული ვარ ჩასული მართლა ეს ყველაფერი, რომ აი დილით ყავაზეც თურმე ყოფილა პრობლემა. აი უფრო ზუსტად რაშია საქმე მან დაძინებასთან და გაღვიძებასთან დაკავშირებით. რისი გამოძახილია ეგ რომ ყავა მჭირდება ვთქვათ დილით. ხო, ძილის ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენი სხეული დილით რო ვერ იღუძებს ყავის გარეშე ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი ძილით არ დამთავრებულა და სწორად ვერ მიმდინარეობდა. ანუ სხეულმა ვერ აღიდგინა ის ენერგია, რაც სჭირდება და რაღაც დონეზე ცოტა გაბრუებულივით არის. ამიტომ გჭირდება რაღაც სტიმულატორი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, გამოაფხიზლებს შენ სხეულს. ყავა როგორც ზოგადად ისე ენერგიას არ იძლევა. ანუ ყავაში ენერგია არ არის. ყავას რო სვავთ, ჩვენ ყავა ახერხებს იმას, რომ ჩვენი თირკმლებიდან ტუმბავს ენერგიას და ჩვენივე ენერგიას ვიყენებთ. მაგრამ მე თუ დააკვირდები პირიქით გართმევს რაღაცა პერიოდის მერე, მე დალევ ისევ დაიბუსტები ხო ბუსტავ. განაცუდია. ნორმალურია თუ მიჩვეული ხარ და შენი ცხოვრების წესი არის, რომ დღეში თუნდაც რამდენიმე ჯიქას ვსვავ და შენი ფიზიოლოგია მას მიჩვეულია, ოკეია. მაგრამ რაღაცა თვალსაზრისით ცოტა სხვა კუთხით რო შეხედოთ, ნერვული სისტემისთვის დატვირთვაა. კი ბატონო. აღაგზნებს ცოტა ნერვულ სისტემას და როდესაც ცოტა აი ესეთი სირთულეები არის, სასურველია რომ ყავით არ მოხდეს გამოფხიზლება. მე მაინტერესებს ესეთი რაღაც გაკვირდებით ამდენი ხანია საუბრობთ და ძალიან ფრთხილობთ რაღაცა კუთხის, რაღაცა შინაარსის დაავადებებთან და ზოგადად ყველაფერთან ხართ ძალიან ფრთხილი და არ ამბობთ რომ ეს ან კარგია, ან უბრალოდ არ ამბობთ რომ რაღაც შეიძლება იყოს ცუდი. ეს ხომ არ ხდება იმიტომ რომ შეიძლება არსებობდეს ესეთი რაღაცაც რომ აი ადამიანი როცა ნება ხშირად რომ აი ძალიან ბუდვის დონეზე რო ვთქვათ შენ გაქვს სიმსივნე წადი შემოწმე შენ გაქვს სიმსივნე წადი მართლა ხარ იმიტომ რომ თქვით რომ ფსიქოსომატურია ყველაფერი ამ ლოგიკით მაშინ შეიძლება ამ პასუხზე დადებით პასუხიც მივიღო რომ ხარ შეიძლება მართლა გაუჩნდეს სიმსივნე ნუ იქნება კარგი რაღაცა არ ვიცი თავის ტკივილი და მართლა მტკივდა თავი ბავშვობაში სკოლაში მსმენია და მეც მომსვლია არაერთხელ რომ მასწავლებელს რო ვატყუებ რომ უცელი მტკივა იმიტომ რომ სახლში დამითხოვოს და წავიდე სახლში იმიტომ რომ მეზარება იქცდომა სახლში რომ მისვლა მართლა მტკიებია აი ამას როგორ ახსნით ხო ეგ ძალიან ღრმა კითხვაა იქიდან გამომდინარე რომ რეალურად ჩვენ რეალობას ჩვენ თვითონ ვქნით იმიტომ რომ ჩვენ რაღაცებს ვიჯერებთ აი კარგად რომ დააკვირდეთ თელი ბავშვობა რაღაცებს ვიჯერებდით რაღაცებს გვაჯერებინებდნენ რაღაცებს გვასწავლიდნენ და რაღაცა აი ეხლა ჩვენ რო ვაზროვნებთ და ნებისმიერი ადამიანი ვინც აზროვნებს იმ მეხსიერებით და იმ გამოცდილებით რაც მასში არის და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მზა პროდუქტს გვაძლევენ რომ აი ეს რაღაცა კარგია და რაღაცა ცუდია ის ბოროტია ეს კეთილია და უკვე გამზადებულია და ეს იმას ნიშნავს რომ შენ ჯერ არ დაგემოვნებია უბრალოდ გარედან არის მოწოდებული ეს ყველაფერი მაგრამ საბოლოო ჯამში შე რო გაიგო კარგია თუ ცუდია ყველა ვარიანტი უნდა დააგემოვნო ხო ეხლა მაგალითად ბავშვებში გვეთხოვდნენ და ყველას უთხრეს ალბათ რომ იქ რაღაცა ცეცხლი რო არის თითი არ უნდა მიადო როცა რაღაცა წავს ხო შეიძლება მაგრამ ვიცი ადამიანები რომლებსაც არ ეწვებათ
ხო, ეგ გამონაკლისი ყველაფერში არის, მაგრამ აქ იდეა ის არის, რომ შეიძლება დაიჯერო, რომ ხელი თითი რომ მიადო მართლა გეტკინოს და ოკეია, მაგრამ სანამ მართლა ერთხელ არ მიადებ და არ გეტკინება, ვერ მიხვდები იმასაც კი თუ რას ნიშნავს ტკივილი. იმასაც ვერ მიხვდები თუ რატო არ უნდა მიადო ხელი. და სადღაც მაინც ის გამოცდილება უნდა მიიღო. და ეს გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ რეალურად შენი არის უკვე შენში არის ეს გამოცდილება და ეს გამოცდილება უკვე გაძლევს საშუალებას რომ რეალურად იმოქმედო. რეალურად ნიშნავს ის რომ არა სადღაც რაღაცა ნასწავლით, არამედ შენში არსებული რაღაცა ცოდნით და რაღაცა გამოცდილებით. ეხლა ეს რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვაგროვებთ რაღაცა დაჯერებებს და თუ რაღაცა დავიჯერეთ შეიძლება კი არა და დიდი შანსია რომ ეგრე მოხდეს. იმიტომ რომ ესეთი რაღაც არის ნათქვამი მაგალითად რომ რასაც ელოდებიო, ისიც გელოდებაო. იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ თუ თელი ცხოვრება რაღაცაზე ფიქრობ და ნერვიულობ და აი აქ თუნდაც ენერგიას აქეთ აგზავნი, ძალიან დიდი შანსია რომ ეს მოხდეს. იმიტომ რომ შენ უკვე ამის მზაობაში ხარ, შენ აღქმაში ეს უკვე ეს ყველაფერი ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა მოხდება ჩვენ აღქმაში. და რას დავიჯერებთ და რას არ დავიჯერებთ. მაგრამ ცალკე კიდე მაკითხვაზე ცოტა სხვანაირად რო გავცეთ პასუხი. არავინ არ ვიცით რა არის კარგი და ცუდი. ერთის მხრივ კი შევთანხმდით რომ საზოგადოდ აი რაღაც არის კარგი და რაღაც არის ცუდი, მაგრამ მანდაც ძალიან პირობითი შეთანხმებებია. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე საგიჟეთი რა სად არის რომ ერთი ადამიანი რომ მოკლა ძალიან ცუდი არის ადამიანის კვლევა. დაგიჭერენ და რავი 20 წელი ციხეში ჩაქვსავენ და ძალიან ცუდია ყველა თახტებით რელიგია, სასამართლო, კანონმდებლობა ყველა რომ ცუდი საქციელია. ერთმა ადამიანმა თუ ერთი ადამიანი მოკლა. მაგრამ ბევრმა ადამიანმა ბევრი ადამიანი თუ მოკლა ოკეია. ხო, ანუ ნახეთ რაღაცა სადღაც პარადოქსამდე მივიდივართ, ხო? ანუ ჩვენ დაგვაჯერეს რომ ეს ცუდია და ეს კარგია. ეხლა იმას არ ვამბობ რომ ცუდი და კარგი ამ გაგებით არ არსებობს. რა თქმა უნდა, ბოროტება არის, ხვის სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ თუ ერთის არის ბოროტება, ბევრის ერთად რატო არ არის? აი ის რითაც ჩვენ რაღაცას ვზომავთ, ეს საზომი მექანიზმი ხშირ შემთხვევაში ცდება ხოლმე. იმიტომ რომ ბევრჯერ ალბათ შენ ცხოვრებაში ყოფილა რომ რაღაცა გეგონა რომ უბედურებაა და ცუდია და თავზე დაგემხო თელი სამყარო და მე რამდენიმე დღე გავიდან რაღაცა და მე მივხვდი რომ უი და რა კაი რაღაცა მომხდარა ჩემ კითხვა დავსვი რომ რატოა კაცო უბედურება და პასუხებიც მივიღე. ხო, და ამიტომ აი ეს ძალიან სუბიექტურია და სუბიექტური ახმა ძალიან დამოკიდებული არის ისევ ჩვენ გუნება განწყობაზე და იმ პატერნებზე რაც ჩვენში არის ჩაწერილი. და ეს პატერნები თან რაღაც დონეზე იმ სიღრმეზე არის, რომ არც კი ვიცით რომ არსებობს. აი რასაც მაგალითად ფსიქიკაში, ფსიქოლოგიაში ქვეცნობიერ გონებას ეძახიან, ხო, ცნობიერი და ქვეცნობიერი. ქვეცნობიერი რა არის? არის გონების ისეთი სივრცე, რომელშიც ჩვენ ცნობიერად ვერ ვერევით. არც კი ვიცით როგორ მუშაობს, რა პატერნებით მუშაობს, მაგრამ ის მიერეკება თავისას ყოველდღიურობაში ჩვენ ვიყენებთ ისე რომ არც კი ვფიქრდებით, ხო? რაღაც რა არც კი ფიქრობთ უბრალოდ. ბევრ რაღაცას ავტომატურად და მექანიკურად ვაკეთებთ და ეს თან ქვეცნობიერი არის ძალიან კარგი თავდაცვის სისტემა. დაგვიცვას ჩვენ აი თუნდაც თითი რომ მიადე და აი აქ რომ დაიმახსოვრო რომ ის შეგდამაზიანებელია, შემდეგში რომ ისევ არ დაგაზიანოს რაღაცამ, ეს მეხსიერებაში არის და მაქსიმალურად ფრთხილად მიუდგები ყოველთვის ცხელ ნივთებს. მიუხედავად იმისა, რომ არ გახსოვს პირველი გამოცდილება თუ როგორ დაიწვი თითი და როგორ იტკინე და როგორ მწარა იყო და როგორ იტირე. ეს არ გახსოვს, მაგრამ თვითონ ალგორითმი დამახსოვრებულია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენში არის, ჩვენ ქვეცნობიერში ისეთი ალგორითმები, რომელიც არც კი ვიცით რომ არის. და სად მოხდა, როდის მოხდა, სად როდის რაღაც შეგვეშინა, როდის რაღაც გადავწყვეტეთ, როდის რაღაც დავიჯერეთ და ისე მოქმედებთ აი ამ ალგორითმით ყოველდღიურობაში, რომ არც კი ვიცით. და მე ვამბობთ რომ აი ესეთი პიროვნება არის, ისეთი პიროვნება არის, აი კაი ადამიანია, მაგრამ აი ერთი, მაგრამ აქ ხო, რაღა ყველას აქვს, ჩვენი პლუსები, რაღაც მინუსები და ეს მინუსები რეალურად არის სტრესი. ისე ვიგბრუნდები, იმიტომ რომ ისე ფიზიკური სტრესი არის, რომელიც აი თუნდაც ქვეცნობიერში რაღაცა დაჯერება არის, რაღაცა არის, რომელიც შენზე მოქმედებს ისე რომ წარმოდგენაც არ აქვს. და ეს სადღაც არ არის აბსტრაქტული, ეს არის ფიზიკური. იმიტომ რომ სტრესები ფიზიკურ დონეზე გვაქვს სხეულში. ამიტომ სხეულის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ისე მედიტაციამდე მივდივართ, მაინც რომ დაუბრუნდეთ თემას. TM რატო არის ეფექტური და რატო არის გადარეული ამდენი ხალხი და თელი ჰოლივუდი მედიტირებს და არის ძალიან პოპულარული და ძალიან ესეთი გავრცელებული. ერთის მხრივ რომ არის ძალიან ბევრი მეცნიერული კვლევა ჩატარებული და
მტკიცებადია ის, რასაც საუბრობთ. მეორე არის, რომ ძალიან მარტივია და ყველას შეუძლია ყველგან გაკეთება. ძალიან მარტივია. არც ლოტოს პოზიციაში დაждდომა უნდა, არც გაჭიმული ხერხემალი, არაფერი მსგავსი, ძალიან მარტივი და უბრალო თემა არის შესასრულებლად. და რაც ძალიან საინტერესო არის, კიდე ძალიან ღრმა ძირეულ პროცესებს იწვევს. როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. გონებრივად რას ნიშნავს? ეს კვლევები რო ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტვინი 24 საათის განმავლობაში კი მუშაობს, მაგრამ ეს მუშაობს სხვადასხვა ვიბრაციაზე, ანუ სხვადასხვა ტალღაზე, ტალღით ვლინდება მისი მუშაობა და ყველაზე მცირე დიაპაზონი და ყველაზე სასარგებლო ტალღა ჩვენი ტვინისთვის არის ალფა ტალღა. და ის ალფა ტალღა არის სულ ერთ ეტა დელტა ალფა ვიტა და გამა ტალღები და ალფა ტალღა არის ყველაზე პროდუქტიული ტალღა ჩვენი გონების. რა დროსაც ჩვენი გონება იწყებს ერთ ვიბრაციაზე მთლიანად მუშაობას. ანუ მანამდე შეიძლება იყოს დაყოფა, იმიტომ რომ ინფორმაციული ცვლა არ მიდის ხოლმე როგორც წესი, ნეიროსინაფსური კავშირებით ისეთი როგორც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი ხო ორი ნახევარსფერო გვაქვს, ორივე მუშაობს, მაგრამ მათ შორის ცვლა არ არის ისეთი ინტენსიური როგორც უნდა იყოს. მაგრამ მედიტაციის დროს ჩვენ როცა ვიწყებთ მედიტაციას, ჩვენი ტვინი გადადის ალფა ტალღაზე და ალფა ტალღა ერთიანად მთლიან ტვინს მოიცავს და იწყებს ერთ ვიბრაციაზე ვიბრირებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ტვინის ისეთ უბნელებს აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი და კავშირი, რაც მანამდე არ ჰქონდათ. ეგ შეიძლება ხელოვნურადაც გამოვიწიოთ და მაგალითად არსებობს რაღაცა სუბსტანციები მივიღებთ და შეიძლება რაღაცა ტრიპშიც აღმოჩნდეთ. რატო რეალურად რაღაცა შეიძლება მოგელანდოს ან რაღაცა მოგეჩვენოს, მაგრამ იმ მომენტში შენი ტვინის ისეთი უბნები არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომელსაც მანამდე არ ჰქონდათ კავშირი და შეიძლება რაღაცა პირობითად რაღაცა ზეუნარებიც კი იგრძნო იმ მომენტში რაღაცა პირობითად. კი, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტნებთ, უბრალოდ ეხლა გამახსენდა, რასაც ეხლა საუბრობთ, შეიძლება ძალიან ბანალურ დონესთან ვაიგივებ და ბოდიში ამისთვის წინასწარ, მაგრამ გამახსენდა ფილმი ლუსი თუ გაქვთ ნახეთ, დარწმუნებული გექნებათ. რაღაცნაირად ეს კითხვაც გამიჩნდა, იმიტომ რომ ამ ფილმის მერე დავსვით ადამიანებმა კითხვა, ჩემ თაობაში ყოველ შემთხვევაში ეგრე მოხდა, რომ რამდენად ვიყენებთ ადამიანები ტვინის 100%-ს? და რა 100%, რამდენიმე 3 ან 5 როგორ უნდა მივიდეთ მაგამდე რომ 100%? მად მივიდივართ ისევ. იმიტომ რომ და რა ხდება როცა 100%-ს ვიყენებთ, იმიტომ რომ შეიძლება გავგიჟდე ისე მაინტერესებს. ხო, კარგი. მივიდეთ მანამდე ეტაპობრივად. ანუ როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვენ ვიყენებთ ჩვენი ტვინის რამდენიმე პროცენტს. ეს ახლა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც 5% მუშაობს ჩვენი გონების და დანარჩენი შვებულებაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების რამდენიმე პროცენტი არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის და დანარჩენი ძალიან როგორც თქვით, ატროფირებულია, ანუ ქვეცნობიერი. გვაქვს რაღაც უნარები, მაგრამ არც კი ვიცით რომ ანუ ქვეცნობიერი არის დანარჩენი ტვინი, რომელსაც დიდად არ ვიყენებთ. ხო, შეგვიძლია ეს პირობითად დავყოთ ცნობიერი გონება, ქვეცნობიერი გონება და არაცნობიერი გონება. აი არაცნობიერებამდე მივდივარ, აი იქ მინდა მივიდე, მაგრამ ქვეცნობიერი არის შუაში. ეს რომელიც არის ჩვენი აი ეს პატერნული ალგორითმი, რომელიც გვინდა არ გვინდა, აი არც კი ვიცით რომ გვაქვს თუ არა. კი, ზუსტად ვერიგეთ ხო. სადღაც მიგვათრევს ავტომატური გონება. მაგრამ მარტო ეს არ არის. არსებობს კიდე ჩვენი გონების რაღაცა შრე, რომელსაც ეძახიან არაცნობიერ გონებას. და ეს არაცნობიერი გონება რეალურად ისევ ჩვენივე გონების, ოღონ უფრო ღრმა სტრუქტურა არის. მაგრამ ეს არ არის ინდივიდუალური. ეს არის უკვე კოსმიური. ეხლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ჩვენი ტვინი დაახლოებით ესე რომ წარმოვიდგინოთ, აი შევადაროთ ზღვას. ძალიან კაი ანალოგიაა. და ზღვის შემთხვევაშიც, აი მაგალითად შეიძლება ძალიან ბევრი ტალღა იყოს ზედაპირზე, ძალიან ბევრი ტალღა, შტორმი, რაღაცა რა მოკლედ აურზაური, ეგ ზედაპირია და რაც არ უნდა დიდი ტალღა იყოს, ოკეია, მაგრამ ზედაპირია. თუ რამენერად მოახერხე და სიღრმეში ჩაყვინთე, რაც უფრო ღრმად ჩახვალ ზღვაში, მით უფრო მეტ სიმშვიდის მდგომარეობას აღმოაჩენ. ანალოგიურად მუშაობს ჩვენი გონება. აი ეს სიმშვიდე, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, ისედაც არის ჩვენ გონებაში, მაგრამ ეხა პრობლემა ის არის, რომ ყურადღება ძალიან ზედაპირზე არის, სულ და ქაოსში არის. ამიტომ გვჭირდება ზუსტად ტექნიკა, რომელიც მოახერხებს, რომ ჩვენი ყურადღება ზედაპირიდან, აი ზედაპირული აზროვნებიდან გადაიტანოს უფრო მეტ სიღრმეში. მეტ სიღრმეში რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ინტელექტი თავის თავში რეალდება, მანამდე ხა ჩვენი ყურადღება ხო გარეთ არის, იმიტომ რომ ყურადღება გვჭირდება იმისთვის, რომ ადეკვატურები ვიყოთ. ეს ყურადღება საკუთარ თავში რეალდება, გადის ამ ინტელექტის შრეს, გადის ქვემოთ ემოციურ შრეს, იმიტომ რომ ეს პირობითად რო დავყოთ შრეებია, ბოლოს შრე არის ესე რომ ვთქვათ, ინტუიციური შრე და მერე მიდის აი ამ არაცნობიერ მდგომარეობაში და ეს არაცნობიერი მდგომარეობა ფიზიკურად აისახება როგორც ალფა ტალღა ჩვენ გონებაში.
და ისევ ალფა-ტალღას დაუბრუნდით. ალფა-ტალღა არის მდგომარეობა, რა დროსაც გონება არის ყველაზე მეტად რესურსული. რესურსული რას ნიშნავს? თან ისვენებს, თითქოს გაჩერებულია, არ არის აქტივობა, ეს რაც ყაყანი არის დღის განმავლობაში, სიმშვიდის მდგომარეობაშია, მაგრამ ეს სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ გათიშული ხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი სიცხადეა. იმიტომ რომ კვლევებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი კი მუშაობს და როგორც თქვით, სულ დაკავებულია, მაგრამ მედიტაციის დროს უფრო მეტად აგრე აქტიური. ეს არის პარადოქსი, რომ მედიტაციის დროს უფრო მეტად აქტიურდება გონება და პარალელურად თან ისვენებს. და ეს აქტიურობა და დასვენება ერთდროულად როცა ხდება, მარტივად რო თქვა, ეს არის ძალიან ღრმა და ძალიან მხიზელი დასვენების მდგომარეობა. მხიზელი დასვენება ნიშნავს იმას, რომ კი გათიშული კი არა ხარ, არამედ ჩვენი ცნობიერება საკუთარ თავშია და ჩაბრუნებული. და აი ის, რაც მანამდე შენთვის ქვეცნობიერი იყო, მანამ მერე უკვე არის ქვეცნობიერი გონების სივრცე. და როცა ამას შენ ავარჯიშებ, დროთა განმავლობაში ხშირად მედიტირებ, პირდაპირ იგაგებით ავარჯიშებ შენ გონებას. ავარჯიშებ იმას, რომ ყურადღება გარე სამყაროში და წარსულში და მომავალში კი არ იყოს, არამედ აქ და ახლა საკუთარ თავში იყოს ჩაბრუნებული და ეს ვარჯიში არის ძალიან კარგი კუნთებისთვის. რა თქმა უნდა, არა ამ კუნთებისთვის ფიზიკური, არამედ გონების კუნთებისთვის. შესაბამისად იზრდება კონცენტრაცია, აი კვლევებით რაც დადგინდა. ძალიან ეფექტურად მუშაობს კონცენტრაციის ზრდაზე, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ თავად ისეთი მარტივი ტექნიკა რო არ ჭირდება კონცენტრაცია. მე უნდა კითხოთ ღამეზე, იმიტომ რომ ყოველთვის, ყოველ დღე მესმის ესეთი რაღაც, აი კრეატიული ადამიანებისგან რა, ძალიან შაბლონურად რო გითხრათ, ადამიანები, რომლებიც პირობითად აკეთებენ კონტენტს, ხშირად მესმის ეგეთი რაღაც და მეც ვარ ზუსტად ესე, რომ აი ღამის 4 საათზე მოდის იდეა, ღამის 3 საათზე მოდის იდეა, ვჯდები წერ, მარტო ღამე მაფიქრდება ის, რაც მე ამართლებს. ამას როგორ ახსნით, ამას რა კავშირი აქვს? უარეს გეტყვი. ბევრი რასაც შენ ახლა ამბობ, რასაც ხსნი, ბევრი მაგას ეძახის მუზებს. ხამე კი არა, ხალხი ცხოვრება ზის და თელი ცხოვრება ელოდება მუზებს. მაგრამ მეცნიერულად აღმოჩნდა, რომ ჩვენ რასაც მუზებს ვეძახით, ეს არის თურმე ჩვენი ნახევარსფეროების ისეთ იმგვარი კავშირი, რომელიც მუდმივად არ ხდება. აი ზუსტად დევიდ ლინჩი მაგას ამბობდა, რომ აი ისეთი სტრუქტურული პროცესები მიმდინარეობს ჩვენ გონებაში, რომ ეს იდეა საიდანაც ხო უნდა მოგივიდეს და ეს არის იდეის გენერატორი. ანუ წარმოიდგინე ესეთ რაღაცა, რომ როდესაც გონება აი ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში ზავდება, ასე რომ ვთქვათ, ხატრულად რო ვთქვათ, და აი ამ მდგომარეობას რო ეზიარება, ეს მდგომარეობა ეს არ არის უბრალოდ გაჩერება. ეს არის სრული შესაძლებლობების ველი. ეს არის ისეთი ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის თელი პოტენციალი თელი სამყაროსი. აი ძველი ვედური ცოდნა რო შემოვიტანოთ. და ესეთ რაღაცას ამბობენ, რომ აი ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ეს არის თელი შესაძლებლობების ველი, ანუ ყველაფერი შესაძლებელია აბსოლუტურად. უბრალოდ ვის რამდენი შესაძლებლობა აქვს და ვის რამდენის გაკეთება შეუძლია. ეს უკვე ინდივიდუალური არის. და აი ეს შესაძლებლობები, წეგან როგორც თქვით, ჩვენი პატერნული სხეულით, გონებით და იმით არის თუნდაც შეზღუდული საკუთარი რაღაცა შეხედულებებით. მაგრამ მაინც განსხვავებული პოტენციალი გვაქვს. შენი პოტენციალი გაქვს, მე ჩემი. იმიტომ რომ შეუძლებელია ამ სამყაროში ერთნაირი იყოს რამე. იმიტომ რომ რავი ფიფქი გინდა, ფოთოლი გინდა, ყველაფერი განსხვავებული არის. შესაბამისად, შენი პოტენციალი გაქვს, მე ჩემი პოტენციალი მაქვს. ეხლა აქ საქმე არის როგორ გამოვიყენოთ ეს პოტენციალი. და როდესაც ფიზიკური სხეული გადარჩენის რეჟიმშია, იმიტომ რომ გაანთავისუფლოს და სტრესები და არის ეს ნეგატიური ფიქრები და სიმძიმე და შიშები და ეს რაღაცეები და ფიზიკურ სხეულს უჭირს, ამ მომენტში კრეატივზე ლაპარაკი ზედმეტია. იმიტომ რომ ანუ ფორს მაჟორში გადადის უკვე სამუშაოდ. და კრეატიული მდგომარეობა ჩვენი გონებისთვის არის ის მდგომარეობა, როდესაც არის დასვენებული სიმშვიდეში და ოღონდ ეს სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ გათიშული მდგომარეობა არის, არამედ პირიქით სიცხადე. ეს ზუსტად ეგ რა, დევიდ ლინჩი ზუსტად მაგას ამბობდა, რომ აი ეს სიმშვიდე და სიცხადე იმდენად პროდუქტულია ჩვენი გონებისთვის, რომ თავში მოგდის ისეთი იდეები, რომელიც მანამდე შეიძლება არც კი დაგესიზმროს. მაგრამ ის იდეა შეიძლება მოგივიდეს დუშის მიღების დროს, შეიძლება მოგივიდეს ფეხით სეირნობის დროს, აი რაღაცა მომენტი არის, ან თუნდაც მანქანის ტარების დროს. თუ დაკვირვებული ხარ, არის რაღაცა მომენტი, როდესაც ესეთი იდეები უფრო მეტად მოდის. შეიძლება ეს უფრო ქალაქ გარეთ ხდებოდეს, იმიტომ რომ აი ტყეში გაისეირნებ, აი რაღაცა იმ სტრესულ გარემოს და როგორც კი შეიცვლი ამ გზავრობის დროს მოდის ხოლმე. ხო, რა რაღაცა მდგომარეობებში, ხო. და წარმოიდგინე ახლა შენ ამ მდგომარეობას დღეში ორჯერ სისტემატიურად როცა აღწევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ სხეულს ასვენებ, გონება უფრო იზრდება, როგორც თქვით, IQ, ემოციური ინტელექტის და მე აი ეს იდეების წყაროსთან უფრო აი ამ იდეების წყაროსთან უფრო ახლოს ხარ. წყაროსთან რას ნიშნავს? იმიტომ რომ ეს იდეები, რასაც ჩვენ იდეებს ვეძახით და რაც ნაღდია, თუ დააკვირდები, ეს არის ყველაფერი ინტუიციური.
ანუ ეხლა ცოტა სხვანაირად რო შევხედოთ, არის რაღაცა გონების შრე, რომელსაც ჩვენ ვეძახით ფიქრებს, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ და თავად მოდის, მიდის და ეგ რავი რაც არ უნდა გაუბრაზდეთ ან არ გვინდოდეს, ფიქრი თავში მაინც მოდის. ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ის თავისთავადი პროცესია. და ეს არის ყველაზე ზედაპირული გონება. არსებობს კიდევ უფრო ღრმა გონების შრე, რომელსაც ჩვენ მაგალითად ვეძახით აზროვნების პროცესი. იმიტომ რომ სხვა არის რომ თავში რაღაცა ფიქრები მოგდის რენდომ და ხანდახან არის რომ შენ თვითონ აზროვნებ და რაღაცა კონკრეტულ საკითხზე და იქ ეს შრე ბევრად უფრო ღრმა არის. სადაც ემოციური სხეულიც არის, ასე რომ ვთქვათ, ემოციები იგრძნობა შეგრძნების დონეზე. და კიდევ უფრო მეტი სიღრმეში არის ეს ინტუიციური გონება, რომელიც ყველაზე ახლოს არის ტრანსცენდენტთან. სიტყვა ტრანსცენდენტი კიდე ნიშნავს გონების მიღმა მდგომარეობას, ანუ პირველ საწყის, პირველ წყაროს. შესაბამისად, პირველ წყაროსთან უფრო მეტი ენერგია არის და უფრო მეტი რესურსია, ამიტომ ძალიან სასარგებლოა, რაც შეიძლება ამ წყაროსთან ხშირი კავშირი. ამისთვის დღეში ორჯერ 20 წუთი სრულად საკმარისია, რომ თავიდან დაიწყოს ჯერ ფიზიკური პრობლემების დალაგება, მერე მენტალური თუ არის რამე გონება რომ დაისვენებს და მერე შენი რესურსი, რაც არის, იმ რესურსს უკეთესად გამოიყენებ. კი, ნამდვილად. მოკლედ, მაყურებლის კითხვა მინდა რომ წაგიკითხოთ ერთი ასეთი, რა არის ადამიანის დანიშნულება და ეგზისტენციალური მიზანი? ანუ რა მდგომარეობას უნდა მიაღწიოს ადამიანმა, რომ ვთქვათ, რომ მისი ცხოვრება შედგა და ის რეალიზდა? ოკეი. ეგ ძალიან ინდივიდუალურია. იმიტომ რომ ჩვენ პირობითად რო ვთქვა 10 მილიარდი ვართ უკვე პლანეტაზე, ნუ 9.5 ბოლო დათვლით ბოლო არც ვიცი ხო? პირობითად ვთქვათ რომ 10 ვართ. 10 მილიარდი ადამიანია და 10 მილიარდი გზა არის და მიზანი არის. და ვერავინ ვერ იტყვის რომ აი მოდი ყველანი აი ეს აი ამ მდგომარეობამდე მივედეთ და ოკეია, ფინალში ვართ, ან იქ ვართ, ან აქ ვართ და ეს იმდენად ინდივიდუალურია რომ ვერც გაიზომება გარედან. გარედან კი არა, თვითონ ადამიანმა თვითონ შიგნით თვითონ თავად არის ის რაღაცა შენი რესურსი და პოტენციალი რა გაქვს, შენ არ იცი, არც მე არ ვიცი, იმიტომ რომ თითქოს არ ჩანს, შეიძლება გარედან უფრო მეტად ჩანდეს ვიღაცის პოტენციალი, ვიდრე თვითონ ადამიანი თავად აღიქვავდეს. ამიტომ ისე რომ ვთქვათ, რომ აი რა არის მიზანი, რთული სათქმელია, მაგრამ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში გაერთიანოთ და ეს არის ნეტარება. იმიტომ რომ ყველა ნეტარებისკენ მივდივართ, ანუ ნეტარებას ვეძებთ ყველაფერში. და ყველა ჩვენი მოქმედება, თუ მიღწევა, თუ მიზანი, ყველაფერი მაგას ემსახურება. ყველაფერი აბსოლუტურად. აი თუნდაც აი რავი, ნებისმიერი ნივთი, რასაც ვყიდულობთ, ან ნებისმიერი თანამდებობა, რასაც ვიკავებთ, ან ნებისმიერი ურთიერთობა, რომელშიც შევდივართ, ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი და ეს არის ბედნიერება. კი, ეგოდან მოდის ადამიანი ეგოისტია. ეგოს გარშემო ტრიალებს. მოდის თუ საიდან მოდის რაღაცა, ანუ რაღაცა გვაიძულებს ჩვენ რომ მუდმივად ვიაროთ ბედნიერებისკენ და ვეძებოთ ბედნიერება. და რეალურად, როგორც ამობენ, ეს არის ჩვენი ტვინის თვისება. ანუ ჩვენ ტვინს თავისი რაღაცა თვისებები აქვს და ეს არის აქსიომა, მაგალითად, რა როგორი აქსიომაც არის, რომ მზე ამოდის აღმოსავლეთიდან ჩადის დასავლეთში, ერთ-ერთი ესეთი აქსიომა არის, რომ ჩვენი ტვინი ყოველთვის უფრო მეტისკენ მიიწევს. აბა დავფიქრდეთ და ნახ გადავხედოთ, ვისაც ბევრი ფული აქვს, უფრო მეტი ფული უნდა, ვისაც სიამოვნება, უფრო მეტი სიამოვნება, გართობა, უფრო მეტი ცნობადობა, უფრო მეტი, რავი, ალკოჰოლი მეტი, დრაგები მეტი, ანუ საზღვარი არ არის, ვერ იტყვი, რომ აი რაღაცა და კარგია და всё, მე აღარ მინდა. აი როგორც კი რაღაცა გაქვს, ეგრევე ტვინი ამოგეტრიალებს და გეტყვის რომ მე ისმინდა და ეს ნორმალურია. ეს ნორმალურია, იმიტომ რომ სრულები უნდა გქონდეს რომ იმოძრაო სამყაროში, იმიტომ რომ ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები. იმიტომ ვერ გაჩერდები, რომ ეს არის სამყარო, რომელიც ყოველთვის იცვლება. ნუ მუდმივად იცვლება. ამ სამყაროში ერთადერთი რაც არის მარადიული არის ის, რომ ყოველთვის ყველაფერი იცვლება. ხო. დანარჩენი მარადიული არაფერი არ არის. ანუ ყველაფერი ცვალებადი არის. და აი ამ ცვალებად სამყაროში ჩვენ რო ცხოვრობთ, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით, იმიტომ რომ თელი სამყარო თუ მოძრაობს, შენ ერთ ადგილზე ვერ გაჩერდებით ფიზიკურად, ამიტომ რაღაცამ უნდა გაიძულოს, რომ მუდმივად იმოძრაო. და ეს რაღაცა რაც გვაიძულებს, არის ჩვენ ტვინში ჩაწერილი კოდი, რომელიც გვეუბნება, რომ არ არის საკმარისი. კი. ხო? აი კაი ბიჭი ხარ, საღოლ რაღაცას მიაღწიე. მაგრამ კიდე მეტი შეგიძლია, ხო? მე ის. და აი ეს იმპულსი, რომელიც ჩვენ გეკაჩება უფრო მეტისკენ, რეალურად ეს არის ევოლუცია. ხო? და ეს ნორმალურია. და ეგრე უნდა იყოს. მაგალითად ეს თუ გადამეტებით ხდება და შენ რაც ახსენე თუ ეგოში გაიქცა სიტყვაზე და აი ძალიან ეგოისტურად ხდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უკვე ცოდვა. მაგალითად თუ ქრისტიანულ მას შემოვიდანთ ტერმინოლოგიას და ქრისტიანობა ძალიან კარგად ხსნის მაგას, რომ მაგალითად აი სიხარბე არის ერთ-ერთი ცოდვა. ხო. ანუ ეს არის რაღაცა პროცესი, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს და კონტროლდება ცნობიერების მიერ. თორემ თუ მიუშვი ცხოველი, მე შეიძლება ძალიან მარტივად ცოდვამდეც მივიდეს. და აკონტროლებს რა? ცნობიერება. ანუ შენ ცნობიერად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო განჭვრიტო დაინახო გინდა, რასაც აკეთებ, იქნებ საერთოდ არ გინდა. და რეალურად
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები და ნეტარი მდგომარეობაში. და ყველა ფერს, რასაც ვიღებთ ნეტარებას, ყველაფერი მთავრდება. იმიტომ რომ მეორე მოცემულობა არის იმ პირველი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, თუ რაღაცა დაიწყო, რაღაც დამთავრდება. დაიწყო, დამთავრდება და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვეძებთ ნეტარებას, ამ ნეტარებას ოღონდ კი არ ვეძებთ საკუთარ თავში სამწუხაროდ, არამედ ვეძებთ გარე სამყაროში და ვცდილობთ გარე სამყაროდან მივიღოთ ეს ნეტარებები. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, კარგი იქნება და ცუდი იქნება, ყველაფერი მთავრდება. და აი რომ დამთავრდა, მე ეს ნეტარების გარეშე ვერ ჩერდება, სიამოვნება უნდა და ეს ეძებს უფრო მეც იქ იმაში და ეს გარე სამყარო არასდროს არ მთავრდება. იმიტომ რომ ეს მუდმივად ფართოვდება და ის დაკმაყოფილება გარე სამყაროდან არასდროს არ მოდის. და ერთადერთი დასაკმაყოფილებელი აქ არის ის, რომ რეალურად საკუთარ თავში იპოვო ის წყარო, საიდანაც ანუ კმაყოფილება თუ გინდა განიცადო, ასე მატერიალურად და ფიზიკურად ვერ განიცდ. როგორ ვერ განიცდი, კაცო? ვერ უარყოფ, ეხლა შეიძლება მე და შენ წავედეთ, ძალიან გემრიელი ჩაი დავლიოთ და შენც კმაყოფილი იყო და მეც სიამოვნება ვიგრძენებ, მაგრამ ის სიამოვნება სადღაც დაიწყო და დამთავრდა, მაგას ვაპარაკობ. ანუ მარადიული აქ არაფერი არ არის. და აი ამას ეჭიდება ზუსტად გონება. მაგრამ შენ თუ გაქვს მეთოდი და საშუალება, რომ აი ამ მარადიული ნეტარების განცდა საკუთარ თავში მიაღწიო, ეს იმას ნიშნავს, რომ გარე სამყაროდან აღარ გჭირდება მერე რაღაც ტრიგერები, არ გჭირდება რომ რაღაც ქარმა დაგივაროს, რომ სადღაც მიგაგდოს უკვე შენ თვითონ ისედაც თვითკმარი ხარ. მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების მიზანს კარგავ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების შენი მიზანი რაც არის, ეს მაყურებელი რაც კითხულობს, იმ მიზანს უფრო მარტივად მიაღწევ, იმიტომ რომ მიზანს რომ მიაღწიო, სკილები გჭირდება მინიმუმ. კი, ზუსტად. სკილები გაქვს. ვერ იყენებ. რატომ? იმიტომ რომ ბევრი სტრესია სხეულში და თუნდაც ენერგია არ გაქვს. ან ისევ მადმივედით, კი. ხო, ისევ მადმივედი ვარ. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უღრმესი მადლობა უნდა უთხრათ მაყურებელსაც, ასევე ჯეოლაბს, იმიტომ რომ გვითმობენ მათ სივრცეს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ნახვამდის.